Hello guys. დღეს მინდა გესაუბროთ იმაზე თუ აი ვიცი რომ ძალიან სიმართლე რო გითხრათ ძალიან ბევრი მშობელი არ უნდა ერქვას რას უგულისხმობ აი ძალიან ბევრი ისტორიები ვიცი სამშობელი ისე იქცევა თავის შვილს რომ მართლა აი რო იძახენ რომ როგორ შეგიძლია შენ მშობელზე გქონდეს წყენა აგრესია მან ხო შენ გაგაჩინა ოკეი მაგრამ ეს რო გაგაჩინა ამის გააზრებაში შენ წყენა უნდა გაგიქრეს თუ რა უბრალოდ იმას ვიზახი რომ აი ვაპატიოთ თუ არა მშობლებს ძალიან ბევრს ეგეთი რაღაც ეგეთი კითხვები აქვს რა თქმა უნდა მეგობრებო მშობლები ვერ იქნება იდეალურები იმიტომ რომ მშობლები ადამიანები არიან იგივე ხდებით თავიანთი უცნაურობებით თავიანთი ტარაკნებით ტვინში ასე ვთქვათ არასტაბილური ფსიქიკით ფსიქოლოგის ოჯახში რო იზრდებოდე მაინც იქნება რაღაც ნიუანსები ამიტომაც მე თუ მკითხავთ უნდა გააზრება უნდა გეხმარებათ და აი რა იცი წყენა არ უნდა გქონდეს რა უნდა გაუშვა ეს წყენას რო იკავებ რო აი ასე და ასე რა ვიცი ჩვენ თუ გაწყობს კაი მაგრამ უბრალოდ ძალიან ბევრი ვიცი რომ აი მართლა ეს წყენა ძალიან ამძიმებს ამიტომაც თუ გამძიმებს აი რომ მიიღებ მაგ სიტუაციებს რომ მიიღებ რომ შეხედე გიქცეოდა ხანდახან არასწორად გიქცეოდა ხანდახან ასე რომ მიიღებ რომ აი სხვანაირად მართლა არიციან ძალიან ბევრი ვაკრიტიკებთ ჩვენ მშობლებს რომ აი რა თაობა იყო ადრე კომუნისტის ჯოინდელი მშობლები ვისაც ყავს მით უმეტეს რომ აი ბავშვებს რო სცემენ ბავშვებს რო ასე სჯიან სჯიდნენ რატო ხდება ეგრე რატო არ შევძლებენ არიციან სხვანაირად ხდებით როგორც ასწავლეს როგორც დაინახეს მშობლებისგან ისე გადმოიტანეს მაშინ არ იყო ადრე მართლა აი ყველას ფეხებზე გითა მართლა მენტალური ჯანმრთელობა და დეპრესია ძალიან ბევრს ჰქონდა მაგრამ მალავდნენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ არ იყო ამაზე არ საუბრობდნენ რა ეხა ასე არავინ არ დაждდებოდა და არ ჩაწერდა ვიდეოს იმიტომ რომ არ იყო მაგაზე საუბარი იმიტომ რომ სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ ხდებით ამიტომაც უნდა გაიაზროთ რომ სხვანაირად არ შეეძლოთ ხდებით და არ შეუძლიათ რაც არ უნდა შენ ახლა მიხვიდე უთხრა რომ აი ასე ადრე მომეკეცი და იცი ეს არასწორი იყო ძალიან შეიძლება ვერც მიხდეს მართლა იმიტომ რომ მისთვის ეს იყო ნორმა ან ძალიან იმპულსიური ადამიანი რომელიც აკეთებს და მე იაზრებს რა თქმა უნდა მე ძალიან ბევრი მშობელი ნანობს ზოგიერთი არ ნანობს კი ვიცი ეგეთი ისტორიებიც რომ აი მშობელი მართლა ვერც კი იაზრებს რა გააკეთა ცუდი მოკლედ ჯამში ის მინდა ვთქვა რომ უნდა გაიაზროთ მართლა რომ სხვანაირად არ შეუძლიათ ხდებით ან ესე გამოვიდა რომ ესე მოგექცა